უსამძიმრებს სრულიად საქართველოს. Დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილი სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. მე მშვიდობები ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ თავს თუ რამდენად დიადიაერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვეს. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალშემოქმედებით საგანძურს, მითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესწინა და ის ქრისტიანული რწმენის გამტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელსაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღვა. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საბრძოლო. ასეთ დროს პატრიარქთან გამოშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები. წინაპართაგან წავიდა ყველა. და ამ დროს შეუძლებელი არ დაგეუფლოს დაუბლების ძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ირჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოსთან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედა ეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, ახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსი. გაშალა ველი მელმანიამა და მელანდება მის წიაღში ოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება ოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფას ეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდეს და უნეტარეს ისი მოღვაწეობისთვის, ისი უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო.